ინტერესებს მართლა 1-1-2 გისმენთ. სასწრაფოა? დიახ, ბატონო, სასწრაფოა გისმენთ. ესე იგი გულის პრანჭები მაქვს. ხვლიკზე გამოძახება გვიდა, ეზოში ყავდა, რა ვქნათ? ეს ხვლიკი ეზოს ხვლიკია. დიდი ხვლიკია? ალო, გამარჯობა 112-დან გიკავშირდებით. ვაიმე, თუ არ შეწუხდებით 5 წუთში გადმორეკეთ აბაზანაში ავატყოფი. არის ახლემი და არის ხა კიდე და ამ ახლემა კაცი შეჭამა აგერ თითქმის თავზე გადააწყავა ყველაფერი. აგერ ბავშვი და კაცი მოდიოდა და თავზე უგვინა ახლემა იმას აფია. მოქალაქე პარკის ახლემია ბატონო. მოდის კაცო ეს ისა რა ქვია. გაიწიეთ ბატონო, გაიწიეთ. გამარჯობა. ექსტრაორდინალური კითხვა მაქვს რა. აქ ძალიან იჭირი ხალხი შევიკრიბეთ, მაგრამ რაღაცა შეფერხება გვაქვს ესეთ თემაზე. ანუ მუხასთან დავაწყნით რკოს და მივხევით ცოტა ტარანტინოს რაღაცეები დაგვეწვია და ვერ ვიხსენებთ მუხა ვისთან აგზავნის იმას წყილს. ესა ჭიანჭველას ზღაპრის გახსენება გინდათ ბატონო? ვაიმე, ჩემს სიგრძე, რაც მე ვარ იმხელა ვირთხა შემომივარდა სტოლნაში, ისეთ დღეში ვარ, არა მგონია თუ ცოცხალი დავრჩები. ვიცი უკვე გარდევების ქვეშ არის და ეგება ბიჭებმა მიშველა. 1-1-2 გისმენთ? ალო, დიახ. სასწრაფოა. დიახ, გამოძახება გნებავთ? დიახ. რომელი ქალაქია? რომელი საათია? მიდი გაიგე. საათი. 7:09. რომელი ქალაქია, ქალბატონო? რომელი საათია, ბიჭო, გაიგე. 7:09. ქალაქი რომელია, ქალაქი? ქალაქი ხაშურია, ხაშური. გამარჯობათ. უკაცრავად ერთი შეკითხვა მაქვს, ანუ ნაბახუსები ვიყავი, მივიღე დავლია, მივირთვი, კარგად ვარ და მინდა გოგირდი საბანოში წასვლა. როგორ მირჩევთ რა ვქნა? ბატონო 112. 1-1-2 გისმენთ. ეკიპაჟი გამოუძახეთ რა, რაღაცა გაურკვეველი სიტუაცია, ამე მეძინა, ცოლმა მითხრა რომ სახში ვჩებიო იქე თავის დაწესაობაში რა. ხო და თვალები გავახიდე და მედგა წინ და ჩქუბობდა რაღაცა მიშველეთ ხო. ანუ ოჯახური კონფლიქტი გაქვთ მეუღლესთან ბატონო? ხო, აგრესიულია რა, ქალი რა. 1-1-2 გისმენთ? ალო, გისმენთ. გამარჯობათ. უკაცრავად გაწუხავთ. თუ შეიძლება ფასიანი ტაქსის ნომერი თუ იცით? უფასო ტაქსი არის რომელიმე? 1-1-2 გისმენთ? გამარჯობა, სასწრაფოს გამოძახება. გამარჯობა, საიდან გვიკავშირდებით ბატონო? მობილურიდან. 1-1-2 გისმენთ? რა ხდება ის? უცხოურმა კრაზანამ მიკბენა და სასიშიაო და უცხოური კრაზანა რას ნიშნავს ბატონო? ვაი ადრე ტელევიზორში რაღაც კრაზანები იყო შემოსული და როკბესო კაცაკლავს. და როგორია ეს უცხოური კრაზანა ბატონო? მხა სპიჩკაში მხა მაკა დიდი არის. თავს როგორ გზნობთ ბატონო? მაღვენებს. რა გჭირთ? მაღვენებს კლუბი. ბატონო, სასწრაფო გამოსულია თქვენი მისამართით, უბრალოდ ვაზუსტებ ინფორმაციას და ეს მაღონებს რას ნიშნავს ბატონო? კნეცის რავი გამომტეხავ. ანუ გაქვთ შეშუპება და კიდევ? შეშუპება მაქვს და ცოტა ტეხიარობაა. ტეხიარობა რა არის ბატონო? ანუ რას გრძნობთ ეს? კნეცის რა ვიცი. 1-1-2 1-1-2 გისმენთ. გამარჯობა, გავაზეთ წარი. მადლობ თქვენც ასევე გისმენთ. კანოჩე, დიღომში ხვად მაგარი ხართი და თუ მოხვათ მაგრა გაასწოროს. კარგი ბატონო, მადლობ, ჩემ მუშაობთ ვერ მოვალთ. კარგად ჩანდეთ. სასიამოვნო ღამეს გისურვებთ. გაიგო ხარ. გათხოვილი ხარ? არა ქალბატონო, არა ქალბატონო. რა ხნისა ხარ? ქალბატონო, სამწუხაროდ მე ამის ხვის უფლება არ მაქვს. მიმდინარე ზარებს უნდა ვუპასუხოთ, მშვიდობიან დღეს გისურვოთ უკაცრავად. მე გასწავლი კაცო რაღაცას.
ცუდი კი არ არის, ჯადუ არ არის, არაფერი არ არის. მესმის ქალბატონო. მისმინე, შენ ხელში რაც მოხვდება ძაფი მარყუჟის სახით, ის უნდა გახსნა უმაღლესად, არ უნდა გაჭრა. გამიგი? კარგით ქალბატონო. გინდა ბამბანერკა იყოს, გინდა სხვადასხვა საქსოვი ძაფები, უმაღლესად ნემსის წვერით გახსენი, მეტი არაფერი. აი ბერდეგბალი მოხდეს. გმადლობთ, შედობიან დღეს გისურვებთ ქალბატონო. 1-1-2 გისმენთ. მანდა გამარჯობა. გამარჯობათ გისმენთ ბატონო. სააკაძის მოედანზე დგება ავტოსაგზაო შემთხვევა უკნიდან ტაქსის ხოლმა დამარცხა. დაშავებული არის ბატონო. ზექამ დგევარ. დაშავებული არა, მანქანაა დაშავებული. ნომერი შეგიძლიათ მითხრათ? ჩემი? თქვენი მანქანის ნომერი. კი ბატონო, ელი ტე. ელი. ლავრენტი წრუსიკი. 1-1-2 გისმენთ? ალო. დიახ. სასტრაფოა. დიახ, გამოძახება გნებავთ? დიახ. რომელი ქალაქია? რომელი საათია? მიდი გაიგე. საათი. 7:09. რომელი ქალაქია, ქალბატონო? რომელი საათია, ვიდე, გაიგე. 7:09. ქალაქი რომელია, ქალაქი? ქალაქი ხაშურია, ხაშური. 1-1-2 გისმენთ. ალო. გისმენთ. გამარჯობათ. უკაცრავად გაწუხავთ. თუ შეიძლება ფასიანი ტაქსის ნომერი თუ იცით? უფასო ტაქსი არის რომელიმე? 1-1-2 გისმენთ. მადლობა ღმერთს რომ ისნეჩილო. გამარჯობათ გისმენთ. დედოფალი მომავალი საქართველოსი. არა მაქვს პრობლემა. ხალხის პრობლემა მაქვს. ნახე რა ხდება. ერთადერთი ვინცაც დღეს მისმენთ, თქვენ ახლა გენაცვალე. მე ხალხის ბედი მაინტერესებს. ქალბატონო, ერთი წუთით ამ ეტაპზე ჩვენი დახმარება ხომ არ გჭირდებათ? სასტრაფო დახმარება იქ არ მომისმინეთ. თქვენ მარტო გაინტერესებთ. და საქართველოს ბედია. წინასწარმეტყველებები არ შედის ჩვენს კომპეტენციაში სამწუხაროდ. შვირო, მაშინ ღმერთმა დაგლოცოთ. დიდი მადლობა თქვენც ასევე, დაგემშვიდობებით. 1-1-2 გისმენთ. გამარჯობა, სასტრაფოს გამოძახება. გამარჯობა, საიდან გვეკავშირდებით ბატონო? მობილურიდან. 1-1-2 გისმენთ. რა ხდება ისე? უცხოურმა კრაზანამ მიკბენა და სასიშიაო და უცხოური კრაზანა რას ნიშნავს ბატონო? ვაი ადრე ტელევიზორში რაღაც კრაზანები იყო შემოსული და როკბესო კაცაკლავს. და როგორია ეს უცხოური კრაზანა ბატონო? მხას პიჭკაში მხა მაკა დიდი არის. ათავს როგორ გზნობთ ბატონო? მაღვენებს. რა გჭირთ? მაღვენებს კლუბი. ბატონო, სასტრაფო გამოსულია თქვენი მისამართით, უბრალოდ ვაზუსტებ ინფორმაციას და ეს მაღონებს რას ნიშნავს ბატონო? კნესის რავი გამომტეხავ. ანუ გაგვთ შეშუპება და კიდევ? შეშუპება მაქვს და ცოტა ტეხიარობაა. ტეხიარობა რა არის ბატონო? ანუ რას გრძნობთ ეს? კნესის რა ვიცი. ალო, 112 გილოცავთ ახალ წელს. 1-1-2 გისმენთ. რა ხა გაიგუზა ნუგზარი? ვინ გაიგუზა ბატონო? ნუგზარი გაიგუზა? თქვენ ახლა 112 შეგავთ ბატონო. სად რეკავ? 112 ეს არის გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი. რა ის 112? ნინო გაიხნო უნდა გაიხედე რა 112 დააგვიძე რა მიდი ნუგზარი რა. ალო, გამარჯობა 112-დან გიკავშირდებით. რაიმე თუ არ შეწუხდებით 5 წუთში გადმორეკეთ აბაზანაში ავატყოფი. რომელ რაიონში ხარ თბილისის? ლენინის რაიონში. მე რომელი რაიონია უკაცრავად? მეტრო ოქტომბერთან. არის ახლენი და არის ხა კიდე და ამ აქლემა კაცი შეჭამა აგერ თითქმის თავზე გადაატყავა ყველაფერი. აგერ ბავშვი და კაცი მოდიოდა და თავზე უგბინა აქლემა იმას აფია. მოქალაქე პარკის ახლენია ბატონო. მოდის კაცო ეს ისა რა ქვია. გაიწიეთ ბატონო, გაიწიეთ. ალო, გისმენთ. ალო. ქალბატონო, გესმით ჩემი თქმა? არა, ხას არავინ მან. დღეს რა რიცხვია? 10 ივნისია ქალბატონო, 10 რიცხვია. როგორ გენაცვალე? სუდად მესმის.
ისინი თხარის შენ გენაცვალე 10 ქალბატონო 1 და 0 ჰა 1 და 0 10 რიცხვი გაიგე 8 რიცხვია არა 10 დიახ ეგ არის შენ შემოგევლე შენი ჭირიმე მარტო მიპასუხე ეხლა გაფენდა თუ რამდება დიახ რამდება უი შენ გაიხარე შენა უკვე მიყვარს ლოჩკიჩე და ჩოლოქემა მოიყვანო ესე მეცხოვებიან რომ იყოს ადამიანი და ვერ მოყავს ლოჩკიდან ლილონდე 20 კილომეტრი მეტია რა გამარჯობა ექსტრაორდინალური კითხვა მაქვს რა აქ ძალიან იჭირი ხალხი შევიკრიბეთ მაგრამ რაღაცა შეფერხება გვაქვს ესეთ თემაზე ანუ მუხასთან დავაწყდით რკოს და მივყევით ცოტა ტარანტინოს რაღაცეები დაგვეწვია და ვერ ვიხსენით მუხა ვისთან აგზავნის იმას ესა ჭენჭელას ზღაპის გახსენება გინდათ ბატონო გამარჯობა აუ აი ახლა ვარ შემსწრე რა ყველაფერს ვიცავ მე მეგონა რომ პრობლემები ხო არ მაქვს მეთქი და ქალებს დაუძახით არამე და ფრინავი თეფშები დგას საში რა ბატონო ფრინავი თეფშები ბატონო ხო ფრინავი თეფშები დგას საში რა და თუ შეიძლება რომ დააფიქსიროთ რა რა ვიცი მე რა სად დგას ბატონო ფრინავი თეფში სად არის მოიცა არა ნუ გეცინებო ჩუღურეთიდან ხედავთ რა პიტელი და გვერდზე უდგას კიდე რაღაც რა არ ვიცი ახლა თქვენიდან ჩანს თუ არა მაგრამ მე შოქში ვარ რა აშკარად ფერებს წამიყვანო რა ახლა უყურებთ 10 კაცი რა აქედან მარტო მე კი არ გელაპარაკებ ვაიმე ჩემს სიგრძე რაც მე ვარ იმხელა ვირთხა შემომივარდა სტოლნაში ისეთ დღეში ვარ არა მგონია თუ ცოცხალი დავრჩები ვიცი უკვე გარდევების ქოშარი დააგება ბიჭებმა მიჟველო ალო 112